ექიმა გიორგი ჩახუნაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი გვიან ღამით საპატიმრო გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. 20,000 ლარი მას ახლობლებმა და მოქალაქეებმა დაახლოებით 1 საათში შეუგროვეს. ბედანაშაული არ ჩამიდენია ვასრულებდი სამედიცინო მოვალეობას აქციის დაწყებიდან მის დასრულებამდე და დღესაც იმავეს ვიზამდე, თქვა ჩახუნაშვილმა სასამართლო პროცესზე. ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ ათასობით პალესტინელი სახლში ბრუნდება. ამერიკის შუამავლობით ისრაელმა და ჰამასმა 2 დღის წინ სამშვიდობო გეგმის პირველ ეტაპს მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით ჰამასი 13 ოქტომბრის შუადღემდე გაათავისუფლებს ყველა ცოცხალ მძევალს და ისრაელს ყველა გარდაცვლილი მძევლის ცხედარს გადასცემს. ისრაელი კი გაათავისუფლებს სამუდამო პატიმრობა მისჯილ პალესტინელ პატიმრებს, ასევე ღაზის სექტორის 1700 მცხოვრებს, რომლებიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. მოცულობა 925 მილიონი დოლარია. ბიუჯეტში უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის 500 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. პროექტის თანახმად უკრაინის დახმარება 2028 წლამდე გაგრძელდება. მაკრონმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ ხელახლა დანიშნა, განცხადება ელისეის სასახლემ გაავრცელა. ლეკორნუმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მიმდინარე კვირას მას შემდეგ დატოვა, რაც მის მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა გააკრიტიკეს.